ხნის წინ საარჩევნო უბნიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დღეს ხელმეორედ კვლავ გია შარვაშიძე გახდა. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან 32-მა სწორედ მას მისცა ხმა და ხმათა უმრავლესობით ის დღეს დამტკიცდა. დანარჩენ ორ კანდიდატურაზე კი ერთ-ერთი ხმა გადანაწილდა. ჩვენ არ ვიცით და არ ჩაგვიწერია ამ კანდიდატურის სინქრონები, კომენტარები მას შემდეგ, რაც კენჭისყრა დასრულდა, თუმცა ისინი მთელი დღის განმავლობაში დღეს აცხადებდნენ იმას, რომ პროცესები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის პოლიტიზირებული და სწორედ ამის გამო ერთ-ერთმა კანდიდატურამ გია ბარამიძემ დღეს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ამ ფორმით ბოიკოტი გამოუცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, გია შარვაშიძეს არანაირი უფლება არ ჰქონდა იმისა, რომ ხელმეორედ საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა, ვინაიდან ის მხილებული არის პლაგიატში. მისი სადისერტაციო ნაშრომის ძალიან დიდი პროცენტი, 30%-ზე მეტი სწორედ პლაგიატის შეიცავს. მისი თქმით და გარდა ამისა, დღეს როგორც თავად აცხადებდა, გასაუბრებაც არასამართლიანად წარიმართა და მას დისტანციური გასაუბრების დროს ხმა გაუთიშა. შესაბამისად, სავარაუდოდ ასეთივე მკაცრი იქნება მათი შეფასებები ახლაც. შედეგები არის 32 ხმით ლიდერობს გიორგი შარვაშიძე, ერთი ხმა აქვს ციგა ბარამიძეს, ერთი ხმა აქვს გიორგი ბარამიძეს, სამი ბიულეტენი არის ბათილა ცნობილი და ერთი ხმა თვითონ გიორგი შარვაშიძეს არ მიუცია ხმა. ზოგადად ეს პროცესი შევაფასოთ, იყო ფასადური, ფარისეულური, შეგიძლიათ ნახოთ, რომ არანაირი შეხვედრები არ ყოფილა არც სტუდენტებთან, არც პროფესორებთან, არც საარჩევნო კამპანია არ ყოფილა, არც ხედვები არ წარმოუდგენიათ. არანაირი არაფერი არ ყოფილა, შესაბამისად მთელი ეს პროცესი უბრალოდ იყო ტექნიკური და წინასწარვე იყო შედეგები ცნობილი, წინასწარვე იყო გადაწყვეტილი რეალურად შედეგები აკადემიური საბჭოს მხრიდან. თქვენ დამკვირვებლის პოზიციას უსმენდით, რომელმაც განაცხადა, რომ ფასადური იყო დღევანდელი არჩევნები და წინასწარვე იყო დაგეგმილი ის, რომ სწორედ დღეს გია შარვაშიძე მოიგებდა არჩევნებს. მაშასა გია შარვაშიძე ისე უხელმძღვანელებს